მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან ისო მოქალაქეები პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. ეს 354 დღეა, როცა მოქალაქეები დგანან ამ უწყლოდ საპროტესტო აქციაზე და ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ამბობენ, რომ არ შეეგუებიან ისინი ქვეყანას, რომელსაც ყავს ის პატიმრები, რეჟიმის ტყვეები და ამიტომაც ისინი ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რომელთა რაოდენობაც იზრდება. თქვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნების არალეგიტიმური ანტიკონსტიტუციური მთავრობა სხვადასხვა მეთოდით ცდილობს, რომ ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში და დასაჯოს საპროტესტო აქციის მონაწილეები. ეს იქნება 5,000 ლარიანი ჯარიმები თუ ადმინისტრაციული პატიმრობა, მათ შორის ხის გადაკეთებისთვის უკვე დაიწყეს სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაც უკვე დაკავებულია ერთი პირი გზის გადაკეთებისთვის სისხლის სამართლის წესით, რომელსაც ელოდება 5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა. ასევე ხედავთ, როგორც ცდილობს პოლიტიკური პარტიების გაქრობას ქვეყანაში ქართული ოცნების რეჟიმი, მათ შორის დღეს ნახეთ, რომ 8 ოპოზიციონერ ლიდერს წარუდგინეს დამატებით ახალი ბრალი, გაცილებით უფრო დიდი საშერით, ვიდრე ისინი არიან დღეს საპატიმრო დაწესებულებებში და ამით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, როგორც ცდილობს ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობა ოპოზიციის გაქრობას ამ ქვეყანაში. თანაც ეს ხდება მას შემდეგ, როცა ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მწვავე და კრიტიკული შეფასებები ევროკავშირიდან გაფართოების ანგარიშის მოსმენის დროს. იქვე მარტა კოსი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ამბობდა, რომ პირველ რიგში ქართული ოცნების მთავრობამ უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ჟურნალისტები და ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები. ამ შემთხვევაში აქვს შანსი ქართული ოცნების მთავრობას, რომ მოლაპარაკება შედგეს ევროკავშირთან და ამის საპასუხოდ მეორე დღესვე ქართული ოცნების მთავრობამ თქვა, რომ პროკურატურის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, პროკურატურის დადგენილება, რომ ის აპირებს, რომ ახალი ბრალი წარუდგინეს კონკრეტულ ოპოზიციონერ ლიდერებს, 8 პოლიტიკოს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს. ოდით ვკითხოთ ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რას ფიქრობენ ისინი ბოლო პროცესებზე, მათ შორის პოლიტიკური პატიმრებისთვის, ოპოზიციონერ ლიდერებისთვის ახალი ბრალის წარდგენას, როგორია მათი შეფასებები ოცნების და ივანიშვილის ამ სვლაზე. გავესაუბრები ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მოგესალმებით. ბოდიში ბატონო, შეიძლება გაგესაუბროთ ბოდიში განცხადებებს. მოგეთ გვაინტერესებს თქვენი შეფასება, რას უკავშირდება და როგორ აღვქვით ივანიშვილის ეს მორიგის სვლა, როცა ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მწვავე და ხისტი შეფასებები ევროკავშირისგან, რომ პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, ქართული ოცნების მთავრობამ და ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ქართული ოცნების მთავრობას შორის. და მეორე დღესვე ქართული ოცნებამ გადადგა ნაბიჯი, როცა ახალი ბრალი წარუდგინა ოპოზიციონერ ლიდერებს. ეს რას ნიშნავს თქვენთვის, რას აჩვენებს ამ? მე ჩემს აზრს გაგიზიარებთ, რატომღაც ბატონ ივანიშვილს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, გულწრფელი ვიქნები ბოლომდე გონია, რომ მას მთელი მსოფლიო ებრძვის. რაღაც უმბერტო ეკოს აქვს ასეთი სტატია ტრის ხატის შექმნა. ამიტომ ქართული ოცნება ყოველწლიურად გამოფიტული, გაბოროტებული, დაცემული, წამყდარი, ანტიკონსტიტუციური და არ ვიცი რა ტერმინი გამოვიყენო, არის იმის დაში, რომ მათ გარდა ირგვლივ შექმნან ტრის ხატი. როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, რომ ყველაფერი ამ ტრის გამოა. თავისი მახინჯი ფორმებით და ეხლა ესენი ფიქრობენ, რომ ვაბანკს დავარქმევდი, ისინი თვლიან, რომ რაც უფრო მეტად გაჯიუტდებიან, თვლიან, რომ რაღაც კომპრომისზე წასვლა და პატიმრების არა, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება იქნება რაღაცა დათმობა, კომპრომისი და მარცხი მათი მხრიდან. შესაბამისად, ისინი უარესად რას გავს იცით მათი საქციელი? პირობას დამიყენებს ევროკავშირი, უფრო მეტ ადამიანს დავიჭერა. ეს რატომ? რა
რატომ სჭირდება ეს ივანიშვილს თქვენ დაკვირვებით? ეს არის რომ აი მათ ისინი ფიქრობენ რომ ეს არის სისუსტე, რომ უდანაშაულო ადამიანები რომ გაათავისუფლონ ევროპის ან საზოგადოების წინაშე ისინი წარმოშობიან სუსტებს. რეალობაში დიდი ხანია ჩვენ ვიცით რომ ქართული ოცნება დგას უხეშ ძალაზე, საპოლიციო ძალაზე, კორუმპირებულ სასამართლოზე, კორუმპირებულ პარლამენტზე, სადაც პრაქტიკულად თითოეული მათგანის თანამდებობა და პოზიცია არის ფორმალური. იქ ისინს ერთი ხმა, დიდი ძმა უყურებს, უსმენს და დირექტივებს აძლევს ყველას. დარწმუნებული ვარ რომ ამ პერსპექტივით კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება რეპრესიები, უფრო მეტ ადამიანს დააკავებენ, მაგრამ ამას აქვს ან თქვენ ელოდებით რომ კიდევ უფრო გააძლიერებს რეპრესიებს ოცნების მთავრობა? დასაწყისში შემთხვევით არ მithქვამს რომ ესენი თვლიან რომ მთელი ცივილიზებულ მსოფლიო წინააღმდეგობას უწევენ და ისეთი ძლიერი არიან რომ მამული ენა სარწმუნოება გადაარჩინეს სინამდვილეში სასულიერო პირებს შეურაცხყოფას აყენებენ, ვინც აქციაზე გამოდის, არ ვიცი, ღელათი თავზე გვენგრევა, უდანაშაულო წესიერ ადამიანებს ქართულ ენაზე უკანასკნელ შეურაცხყოფას აყენებენ, აკავებენ, ცემენ, დევნიან ჟურნალისტებს. არ ვიცი, ყველაფერს აკეთებენ რა ქვეყანაში პრაქტიკულად მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ერთადერთი აი სადღაც ნათელი წერტილი ჩანს, სადაც ისმის სინათლე და სიმართლე, თორემ დიქტატურაა. უარეს მიიღებენ. აუცილებლად დადგება ბატონ ჯაბაიში. უკუ რეაქციით საზოგადოების პროტესტი გაიზრდება, დღეს თუ ქუჩაში 20, 50, 100 ადამიანი დგას, როგორც ისინი საუბრობენ, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი. ხვალ საზოგადოების რეაქცია იქნება გაცილებით მეტი და ქართული ოცნება ადრე თუ გვიან, აი, უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩვენ არ დავიღლებით, რამდენჯერაც უნდა დაგვაკავონ პროვოკაციები, მოაწყონ ციხეში გაგვიშვენ, მიიღებენ უარეს პასუხს. ამიტომ მოუწოდებ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს რაციონალური აზროვნების უნარი, შეერჩა გაათავისუფლოს პოლიტიკური წვერი. პროტესტი შემცირდება, ძალიან ბევრი ადამიანი დაბრუნდება ოჯახში. ეს უსამართლობა გვახშობს თითოეულ ჩვენგანს. არ შეიძლება, როდესაც ბავშვები ციხეში არიან, ჩვენ ოჯახში ვიყოთ და მშვიდად უყურებდეთ. არ არსებობს. უნდა მოეგონგოს. უდანაშაულო ადამიანები უნდა გაათავისუფლოს. ქვეყანაში უნდა დააბრუნოს სამართლიანობა, ეჭვი მეპარება ამ სასამართლოს და ამ მოსამართლეების პირობებში, ბატონ ჯაბა. ქვეყანაში სამართლიანობა დაბრუნდეს. ქართული ოცნება უნდა წავიდეს. მათ მოუწევს ხელისუფლების დათმობა. ეხლა ერთ-ერთი მაყურებელი გვიწერს კომენტარს, რომ დაცემის რა ემჩნევა ოცნებას, პირიქით მუსწავლებს ოპოზიციას. როდესაც საკუთარი ერისა და ხალხის წინაშე გიწევს, აკავებს ჟურნალისტებს, აკავებ სტუდენტებს, პროფესორებს, მასწავლებლებს, ხელოვანებს, ქუჩაში ცემ გადაცმული ტიტუშკებით და აკავებს გამოგონებული მიზეზებით, ხო, ელენე ხოშტარია, პანელზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს სისხლის სამართლის წესი. ოპოზიციურ სპექტრში არ დარჩა ლიდერი, რომელიც ციხეში არ ყავს. აი ბატონია თუ ქალბატონი, არ ვიცი ვერ ქალბატონია. ეს უკვე ქალბატონო მარცხია, ძალიან დიდი მარცხია, იმიტომ რომ საქართველოში ძალადობას არასდროს არ ქონია დიდი მომავალი. ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც შეეცდება გატეხოს ქართველი კაცის ნება, შეურაცხყოფა მიაყენოს ქართველ ერს, ამთავრებს ცუდად. და ესენი დაამთავრებენ იმაზე ცუდად, ვიდრე დაამთავრა მათმა წინამორბედმა. აუცილებლად უნდა შეეგონ ეს დროის ამბავია, იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნების მხარეს არის ძალა, მართალია ისინი ხალხმრავალ, აი ეს ბევრი არიან. მასა, რომელსაც არ ეზარება გალახოს საკუთარი თანამოქალაქეები ფულის სანაცვლოდ გააყალბონ არჩევნები, ამით მიიღონ რეგალიები, მაგრამ არის უდიდესი საზოგადოების ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება და ისინი ჯერჯერობით დუმან, მაგრამ როდესაც გაიღვიძებს ქართული სახელმწიფო, ისინი მიიღებენ შედეგს. დიდი მადლობა. ეს გოჩამალაძე იყო პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ამ აქციაზე არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც, მე ვხედავ აქ დროას წარმომადგენელს, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიის წევრს თემურ გორგაძეს. მოდი გავისაუბროთ მათ, იმიტომ რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა შეიძლება ითქვას იყოს, რომ ეს საკითხი, როცა პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებიც ციხეში არიან.
და ზოგიერთ მათგანს უკვე უმთავრდებოდა ის პერიოდი, როცა ისინი გარეთ უნდა გამოსულიყვნენ და სწორედ ამ დროს ახალი ბრალი წარუდგინა მას პროკურატურამ. მოგესალმებით, ბატონების პირდაპირ ეთერში. შეიძლება რომ გაგესაუბროთ, ბოდიში რომ გაწყობდნენ საუბარს. გენრი, თქვენ გითხავთ პირველ რიგში, რას ნიშნავს თქვენთვის ივანიშვილის საერთაშორისო სვლა, მორიგი სვლა, განსაკუთრებით ევროკავშირის ძალიან ხისტი და მწვავე კრიტიკის შემდეგ, როცა ახალი ბრალი წარუდგინეს ოპოზიციონერ ლიდერებს, მათ შორის ელენე ხოშტარიას, დროას ლიდერს, რომელიც რჩება საპატრონო დაწესებულებაში. ერთადერთი რაც შეიძლება აქედან დასკვნა გამოვიდათ, ის არის რომ ის და ივანიშვილს დაჭერილი, დაპატიმრებული ოპოზიციის ლიდერებისაც ეშინია, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის რომ ისინი ასეთიდან გამოწვეული მიზეზით არიან, სულკიანის დე-ფაქტო კომისიაზე არდასრების გამო დაპატიმრებულები. ელენე ხოშტარიასო ყველაზე კაფიო მაგალითია, როცა ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს სისხლისამართლის წესი. დრო მოვიდა უკვე რომ ისინი გამოვიდოდნენ ადმინისტრაციული დაკავებულები ან სისხლით და ნაკლები რაღაცა ვადით მისჯილები გამოსვლის პერიოდი მოახლოვდა ჯაფარასი, ვარამიასი, ნიკამელიასი და ეხლა ამათ ჭირდებათ რაღაცა ლეგიტიმური ჭალებში რაღაც მიზეზი, ფსევდოლეგიტიმური მიზეზი, რის გამოც ამ ხალხს სამართლებრივი საფუძველი თითქოს, სამართლებრივი საფუძველი თავის ამომრჩევლისთვის, რომ პროპაგანდის მიმართ მოწყვლადი ადამიანები დააჯერონ, რომ აი ესენი თურმე ახალი რაღაც აღმოაჩინეს ამათ წინააღმდეგ. ელენე ხოშტარიამ ძალიან ხირსეული და კარგი პასუხი გასცა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა არ დაგვიწყე ეგ ამბავი და მთელი პროდასავლური საზოგადოება მეც არაფერს არ აკეთებს, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს რეალური სახე ქართული ოცნების, რომ ისინი ერთი მხრივ რომ თითქოს ევროკავშირის მანტიით მოსილები შევიდნენ არჩევნებში, მეორე მხრივ რუსეთს უხსნიდნენ ყველა კარიბჭეს. ამას დიდხანი აკეთებს ოპოზიცია, ეს არავისთვის ახალი არ არის და არც დანაშაულად მიგვაჩნია ეს ამბავი. პირიქით, ამას გავაგრძელებ თითოეული ადამიანი, ვისაც ვიზე ხელი მიგვიწვდება, რომ ვაჩვენოთ სოფლიო საზოგადოებას, ვის ხელში ვარ საით მექანება ჩვენ ქვეყანა, რომ გამოფხიზლდნენ და არ ითანამშრომლონ, არ აღიარონ ესენი. მაგრამ ამით რა იცვლება არსებითად? ხო, ჩვენ ნახეთ ძალიან ხისტი პოზიციები გუშინ ევროკავშირისგან, იგივე კომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ამბობდა, რომ პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები ქართული ოცნების მთავრობამ ციხიდან. და ამის შემდეგ შეიძლება დავილაპარაკოთ ჩვენ ოცნების მთავრობასთან, ხო? და ამის განცხადებიდან მეორე დღესვე მან ახალი ბრალი წარუდგინა ოპოზიცია. ანუ პირიქით ქნა, ხო, უფრო კაცი მიდგომა გამოავლინა. თანმიმდევრული მიზანმიმართული პოლიტიკის გაგრძელება, ანტიევროპული პოლიტიკის გაგრძელება, მას შეეძლო ნებისმიერი მიზეზით, როგორც მაგალითად ჯაფარა დღემდე დედამიწის ზურგზე არავინ არ იცის საერთოდ რა კავშირია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან და რატო იყო სულკიანის კომისიას დაბარებული და რატო ზის ციხეში. აი ნებისმიერი ასეთი მოგონილი მიზეზით, სხვა მიზეზით დაეჭირა ეს ადამიანები და გაიხარჯლებებინა მათი უკანონო პატიმრობა, მაგრამ აი ეს მიზეზი რომ მოიყვანა საბაბად ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ევროკავშირს აჩვენებს, რომ აი თქვენს გამო ისჯებიან ეს ადამიანები, პროდასავლური კურსის გამო და დემოკრატიის გამო ისჯებიან. ეს არის დემონსტრაციული აქტი მისი მხრიდან ევროპისთვის სილის გაწმის გაგრძელება. პერიოდული პერმანენტული სილის გაწმის გაგრძელება ევროპის. მაგრამ ამით ეს რეჟიმი ძლიერდება თუ სუსტდება, ხო? ჩვენ ხედავთ, რომ არც ერთ დამეჯით არ იხევს უკან პრაქტიკულად ივანიშვილის რეჟიმი. და მის ხელშია მთელი ძალაუფლება. ხო, არ დგას დემოკრატიულ საფუძვლებზე და ამომრჩევლის განწყობაზე. ეს რეჟიმი დგას რუსეთის მხარდაჭერაზე, რუსეთის მიერ გამაგრებული ზურგით განადგურებამდე. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ კი არ ძლიერდება, უბრალოდ ინარჩუნებს თავის ზემდგომთან ვისი მარიონეტული რეჟიმიც არის, იმასთან ინარჩუნებს პოზიციებს და იწერს ფულებს, რომ აი დემონსტრაციულად რუსეთი ალბათ თხოვს, რომ პერიოდულად აბა თქვენ ხო არ გადაუხვიეთ ევროპისკენ, ხო არ დაიწყეთ ნორმალიზება, აბა ვაჩვენეთ და ამიტომ ამტკიცებს იმას, რომ ისევ ერთგული არის თავისი პატრონის ვლადიმერ პუტინის. რა ვითარებაში რა გამოსავლეს ხედავთ თქვენ როგორც პოლიტიკოსი, პარტია დროას წევრი? მაშინ, როდესაც ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ვინც ივანიშვილთან არ თანამშრომლობს, არის დაპატიმრებული და ზოგი კანდიდატი არის დაპატიმრების და დღე-დღეზე შესაძლებელია გაიზარდოს სისხლისამართლით დაპატიმრებულების სია, უკანონმდებლობის სია. ამ პირობებში ერთადერთი გამოსავალი არის გამძლეობა. აი ხა ჩვენთან არის წმინდად გამძლეობის. ეხლა არ არის სტრატეგიული რაღაც გადაადგილებების. არ თქვენ არ ფიქრობთ რომ რაღაც სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ამ დროს ოპოზიციამ, რომელიც გადაურჩა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ დაჭერას. ვახსენებ მაგასაც. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ახ არის თავარი ღერძი, თავარი ფრონტი
გადის გამძლეობას. აი ხა რეჟიმსაც ძალიან დიდი პრესია აქვს დასავლეთიდან სანქციების საკითხად. ეს იმაში ვლინდება, რომ უკვე ერთმანეთს დაუწყეს დაჭმა და ასეთი მაღალი თანამდებობის პირები ჯერ ქართული ოცნების პირებებში არასდროს არც კი გაუჩხრეკიათ, არც დაუპატიმრებიათ ყოფილი მინისტრები და პრემიერ-მინისტრი ლამის ქვეყნის დამაქცევარად გამოაცხადეს, ხო? ანუ აქამდე ესეთი რაღაცა ქართულ ოცნებას არ უქმნია. კი დაუბრალებიათ, მაგრამ ეს არ გაცდენია ორდენს. მათი ბრალდება და არ გადასულა სასამართლომდე ან პროკურატურამდე. აი ეს ყველაფერი რომ ხდება, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ბიძანაშვილს ფული კი აქვს, მაგრამ ეს ფული აქვს კაპიტალის სახით და საზღვარგარეთ აქვს დაბადებული. ამ ფულს რეალურად ქეში ფული და არ უწყია რაღაცა ჩემოდნებით სადღაც სეიფში საქართველოს. შეიძლება გარკვეული ჩვენზე მეტი და ალბათ შეიძლება მთელ ქვეყანაში ერთად რო შეგება იმაზე მეტი აქვს, მაგრამ მას რა კაპიტალიც გააჩნია ის ძალიან დიდი ფინანსური ზიანი მიიღო. ეს კაპიტალი გაყინულია მათ შორის ოფშორებში, ბრიტანეთში, სხვადასხვა ქვეყნებში, საფრანგეთში. ამიტომ შიში აქვს და დაიწყო ხა ალტერნატიული წყაროებიდან ფულის ამოღება. შესაბამისად, თუ ჩვენ გავუძლებთ რუსთაველის პროტესტი გაძლევს, ბათუმის რეგიონების პროტესტი გაძლევს, ვერ გაძლებენ ისინი. თუ კი ჩვენ გავუთხდით და ჩაქრა ეს პროტესტის კერა, ისინი გარკვეული პერიოდით წინ წაიგდებენ საქმეს. მაგრამ ახალი სტრატეგიის შემუშავება რაში ხდება? ახალი ფორმა და ახალი გზა უნდა გამოიძებოთ პროტესტის ჩვენ, ზუსტად იმისთვის, რომ ეს ჩვენი გამძლეობა სასწორზე არ იყოს შეგდებული და უფრო მალე შევძლოთ რეჟიმის დემონტაჟი, ვიდრე ვთქვათ ეს მოხდება მხოლოდ რუსთაველზე დგომით. ანუ ეს არის აუცილებელი და მინიმალური რაც უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამის პარალელურად არის რა თქმა უნდა მოსაფიქრებელი სხვა, იმიტომ რომ ჩვენ ქართულ ოცნებას ვუგებდით მაშინ, როდესაც კანონი, თუნდაც მათი მოგონილი კანონი და მათი დაწერილი კანონები, რომელსაც მისი პარლამენტი, ჯიბის პარლამენტი იღებს, კანონი ჩვენს მხარეზე იყო. ანუ რეალურად ჩვენ ჭკუით ვუგებდით მას და ერთი ნაბიჯით წინ ვიყავით. მაშინ როცა უკვე მან შეძლო რომ რაღაცა დრაკონული კანონები შემოეღო და ძალიან სერიოზული დარტყმა მიეყელებინა პროტესტისთვის, ახლა საჭიროა რომ კიდე ერთი ნაბიჯით გავუსწროთ წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გაუტეხელობა და თანმიმდევრულობა, თუმცა ახალი გზა არის მოსაძებნი, სადაც ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებით და მე ალბათ იმაზეც რაღაც კანონს მოარგებს, რაღაც მის მოფიქრებულ კანონს, რაღაცა რეპრესიულ კანონს, მაგრამ იმის შემდეგაც კიდე ახალი რამ უნდა მოვიფიქროთ და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ქართულ ოცნებაში შეიძლება კი ბევრი პოლიციელი ყავს, მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ნებისმიერ რეჟიმთან ბრძოლა არის გონებების და იდეოლოგიების, ტვინების ბრძოლა და კაცილებით მეტი მოაზროვნე ადამიანი დგას ჩვენს მხარეზე. საბოლოო ჯამში ქართული ოცნება ალბათ დგას 3-4 ტვინის რესურსზე. 4 ტვინი აზროვნებს იქეთა მხარეს, ისინი გვეთამაშებიან ჩვენ აი ამ რაღაცა ბინძურ კრიპჭადრაკია ეგეთი ახალი სპორტი. აი ამას გვეთამაშებიან ისინი ბინძური მეთოდებით. აქეთ გაცილებით მეტი ტვინია, მეტი მოაზროვნე ახალგაზრდა, მეტი მოაზროვნე გამოცდილი პოლიტიკოსია. ამიტომ რაში ჩვენ ვუგებთ, იმაში უნდა ვაჯობოთ. ძალაშიც კი, რა თქმა უნდა, თუ ჭიდაობაზე წავა, ბრძოლა წავა, თავში დაუზოგავად, ვიდგებით იქ სადაც საჭირო არ დარბევის გვეშინია და ეს უკვე სოფლიოს ვაჩვენებთ და უმტკიცეთ, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გონებაში ჭკუაშიც უნდა ვაჯობოთ, თუნდაც მათ მოგონილი წესებში და დიდი მადლობა, მეცქელი ბრძოლიძე იყო პარტია სოლიდარობა კიდევ ერთხელ ყველა ტყვეს, ზვია ამაღლობას, ზვია ცეცხლაძეს, ზვია რატიანს და პოლიტიკურ პარტიებს, ჩემი პარტიის და კოალიციის ლიდერებს, ყველას გამძლეობას უსურვებ და მადლობა მათ. დიდი მადლობა, მეცქელი ბრძოლიძე იყო პარტია დროას ერთ-ერთი ლიდერი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში, ის პროევროპული აქციის 354 დღეა, როცა მოქალაქეები ისევ დგანან ქუჩაში, უწყლოდ რეჟიმში, ნებისმიერ ამინდში, მათ შორის მაშინ, როცა ყინვა იყო ზამთარში, და მაშინ, როცა ჟურნალისტები ზიამაღლობელი იყო დაკავებული, დაიწყო შიმშილობა, კარობიც იყო გაშლილი და ღამესაც კი ათენებდნენ პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები და ნებისმიერ წვიმაში თოვაშიც კი იმართება პროევროპული საპროტესტო აქციები. უწყვეტია ეს პროტესტი, როგორც ბათუმში, ისე თბილისში. რუსთაველზე ახალ იკრიბებიან მოქალაქეები, თქვენ იცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გაკავებენ ადამიანებს გზის გადაკეტვის გამო. მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი მაინც გადაკეტავენ ამ ქუჩას, რადგანაც არ უნდა შევიდეს ძალაში, არ უნდა გქონდეს რეალურად კანონის ძალა. ქართული ოცნების, ანუ არლეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს. ამიტომაც თვლიან, რომ
ეს წინააღმდეგობა და მათ შორის რუსთაველის გადაკეთვა ისევ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. გრძელდება ეს პროტესტი, მათ შორის საპროტესტო აქცია ბათუმში. მოდი გავისაუბროთ აქციის ასევე კიდევ რამდენიმე სხვა მონაწილეს. მოგესალმებით. მინდა რომ გაგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. მოგეთ გვაინტერესებს ლიდერებს, ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებიც ციხეში არიან ისედაც, მათ წარუდგინეს ახალი ბრალი. თქვენაც რატომ გააკეთა ეს ოცნება და ივანიშვილის პროკურატურა? უკვე ვეღარ ხდება რასაკეთებს ოცნება. თავის აგონიაშია და რაც გაახსენდება და რასაც მოიფიქრებს იმას ამბობს. რატო ფიქრობთ რომ აგონიაშია? რა შეეტყობა ეს აგონია? შედგა აი ასეთი არანორმალური ისა კანონები, არანორმალური შეთხსული კანონები. რომელი მაგალითად, რომელია შეთხსული კანონი? ნებისმიერი ახლა ჩვენი ისა თავდადებული ბავშვები რომ ციხეში არიან. დისკის რატო? თქვენ პირბადის აკრძალვა და ამის გამო დაკავება, ან გზის გადაკეთვის გამო. გადაკეთვა, ან და ელემენტარულად პირბადეს ლუკავენ. სამარცხვინოა პირდაპირ ისეთი კანონები აქვს და ისეთი რაღაცები არის, რომ სამარცხვინო და ეს ალბათ არანორმალურ რობაში იჭრება უკვე ასეთი კანონები. თქვენ ფიქრობთ რომ სუსტად არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი უჩერს და ამიტომაც იქცევა ასე? რაღაცებს ებღაუჭება და რაღაც. მაგრამ ისინი იღებენ ახალ კანონებს, კიდევ უფრო მეტად ამკაცრებენ, თქვათ, ამ მიდგომებს, რომ ადამიანებს გაუჭირდეთ პროტესტის გამოხატვა, გამოთქვა, ზოგს აჯერიმებენ, ხან აკავებენ, ასე ჩილაჩავაც დააკავეს რამდენიმე დღის წინ ახავდით, ხო, დევნილი ქალი აფხიზდა 31 წლის. რამოდენიმე დღე ვიყავი თბილისში. იქ ნახე რაც ხდებოდა იქ ნახე, აი გადაიკეტებოდა რუსთაველი, მე წავიდოდნენ და ვინც უნდათ ახლა ვისი ამოცნობა ჰქონდა, ან მეტროსთან დააკავებდნენ, ან საქმეში მივდოდნენ და დააკავებდნენ. ასეთი რამე. გოგონარი რაღაცებია, როცდიო იმას ადამიანს და დაიჭირო. ხო, მაგრამ ასე ვერ მოახერხებს თქვენ ფიქრობთ პროტესტის ჩახშობას, პროტესტის გაქრობას ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი? იმდენადაა ხალხის გულში ეს თავისუფლების გზნობა, რომ ვერაფრით ვერ მოახერხებს. მე ასე მიმაგია და მასე მგონია, რომ ვერაფრით ვერანაირი კანონი ვერ შეხვდის ამ ადამიანის გულებს, ანთებული ადამიანის გულებს. თქვენ ხშირად გამოდიხართ აქციაზე, ხშირად მონაწილეობთ ამ პროტესტში? რამდენადაც შემიძლია, ხან თბილისში ვარ, ხან ბათუმში ვარ და რამდენადაც შემიძლია ხშირად გამოდიხარ. ძალიან მიყვარს, რომ ბევრს აი ტელევიზიასთან ძდომა ურჩევნია, გინებ გამოვიდეს და რაღაცა თავისი სიტყვა თქვა. რა საფრთხის წინაშეა ხო ქვეყანა თქვენი აზრით? რა საფრთხის წინაშეა? რა გველოდება ამ ქვეყანაში? როგორი ქვეყანა გველოდება? როგორი ქვეყანა გველოდება და მარტო ერთი პარტია თავისი, აი მარტო თავისი ჯგუფი ეყოლება. როგორც საბჭოთა კავშირში იყო, ხო? პარტიაც არ ქვია, როგორც ხო, ერთმართველი იქნება და თვითონ განაგებს რაც როგორც და რაც. მაგრამ რა შეიძლება შეცვალოს? ძალიან დიდი მადლობა მანდარინისთვის. გამეორება იქნება. რა შეიძლება შეცვალოს? მანდარინი წამოუგეთ პროევროპული აქციის მონაწილეებს. არა, მადლობა. მაგრამ ესეც ხო ერთად მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ასე მანდარინით მოხვედით აქციაზე, ხო? რა შეგიძლიათ უთხრათ სხვებს, ვთქვათ, ვინც შორიდან ადენებს, თქვათ, ამ სამ პროტესტს, იმიტომ რომ ამბობს, რომ აი რა შეცვლის საპროტესტო აქცია, რა შეცვლის აქციაზე დგომა, იმიტომ რომ უკვე თითქმის მთელი წელიწადია გრძელდება ეს აქციები და მაინც არაფერი არ შეიცვალა. აი რამოდენიმე დღის წინ დედების მარში იყო თბილისში და ნამდვილად მიყვარს იმ დედას, როგორ ძინავს თვითონ თბილ ლოგინში და აგერ დაჭერილი დედების პატიმრების დედა, ხო? პატიმრების დედა, როგორ მდგომარეობაში, ნუ თუ ერთი წუთით არ გაუვლის გულში, რომ რა მდგომარეობაშია ის. ამის დათვალისწინებით, როგორ ვერ გამოვა ერთხელ მაინც და თავის სიტყვას ვერ იტყვის. არ ვიცი ეს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ქუჩაში გამოვიდეს მოქალაქეან, რაღაცა სხვა ფორმით გამოხატოს პროტესტი? უნდა დაინახოს, სოფლიო უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი არ გატყდება და ერთიანია. ერთობა რომ ყველა ამ ერთობა იქნება, ყველაფერი თავის ადგილზე დავაგდება. თქვენს გარშემო რა სამოვეთ, თქვენი ოჯახის წევრები, მეზობლები, მათი პოზიციები როგორია? რამეთ
ეთანხმებიან ისე თუ პირიქით ეწინააღმდეგებიან ამ რეჟიმს. ნაწილი ეთანხმება, ნაწილი წინააღმდეგება, რომ არაფერი არ იქნება. აი ხელს ჩაკნეული არიან ზოგიერთები კი ერთობის იმედიან. უმეტესობას ერთობის იმედი. მადლობა, თქვენი სახელგვარი შემოხსენეთ. რუსდან კორძაია, რუსკას დედა. დიახ, მადლობა. ასეთია კიდევ ერთი მოქალაქის პოზიცია ბათუმში საპროტესტო აქციაზე, პროტესტის 344 დღეს მოქალაქეები განენისებ ქუჩაში უწყვეტ საპროტესტო აქციაზე. და ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რეჟიმის სიტყვების გათავისუფლებას, ხელახლა არჩევნების ჩატარებას, დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არ ლეგიტიმური მთავრობის გადადგომას. სწორედ უცვლელია ეს მოთხოვნები გასული წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც ქართული ოცნების არ ლეგიტიმურმა მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, მას შემდეგ მოქალაქეები დგანან უწყვეტად ამ საპროტესტო აქციაზე და ურყევად მტკიცედ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, რომ ისინი არ შეგუებიან ამ ქვეყნის გზის ჩაკეტვას ევროპისკენ და იმას, რომ ამ ქვეყანაში დამყარდეს დიქტატურა, რასაც ეხლა ძალიან აქტიურად და ძალიან სწრაფი ტემპებით ცდილობს ივანიშვილის დაჯგუფება და ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება მიტაცებული ძალაუფლებით ხელში. მოდი დაგჭირს კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრები. მოგესალმებით, შეიძლება გაგესაუბროთ? კარგი. ლარას გავესაუბრები, ლარა ქარცევაძე. ლარა, რას აჩვენებს თქვენთვის ქართული ოცნების მიდგომა, როცა გუშინ მოვისმინეთ ძალიან მწვავე განცხადებები და შეფასებები ევროკავშირისგან, ევროკომისრისგან, თქვათ რომელმაც თქვა, რომ იმ შემთხვევაში შეიძლება დაელაპარაკონ ქართული ოცნების მთავრობას, თუ გაათავისუფლებენ ჟურნალისტებს და პოლიტიკურ პატიმრებს და ამ განცხადებიდან მეორე დღეს პირიქით გააკეთა ოცნებამ ახალი ბრალი წარუდგინა ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებიც ისედაც ციხეში არიან. რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი ნაბიჯი ოცნების მხრიდან? რას ნიშნავდა სრულიად ამბობს უარს ევროკავშირის ყველანაირ სიკეთეებზე საერთოდ ევროკავშირზე თვითონ და ესე პირდაპირ გვიცხადებს დიქტატურას, რომელიც დიდი ხანია უკვე არსებობს და დამყარებული არის და დიქტატურაში ყოფი ხალხიც რეალურად ნენელა მე მგონი ესე ვთქვათ ეგუებასავით პროტესტში ჩართული ხალხის გარდა ეგუებასავით ამ ყველაფერს, რომელიც არ არის, რა თქმა უნდა არ არის სასიკეთო ქართველებისთვის. დიქტატურას ახასიათებს ზოგადად, რომ მწვავე ზომები მიიღოს იმის მიუხედავად, თუ ჩაკეტილი იქნება თუ არა ევროკავშირის გზა, კარები და ასე შემდეგ. მოკლედ, არ აინტერესებს უკვე საგარეო პოლიტიკა, თუმეტეს ევროპის რაღაცა მწვავე განცხადებები და მიყვება იმ ტერორს, რომელიც დაიწყო წლების ხო და თქვენს ხელში რამე იცვლება მოქალაქეების განწყობა თქვა იმაზე რაც ახლა ქვეყანაში ხდება უფრო დიხილისტურია განწყობა იმატებს პროტესტი პირიქით იკლებს როგორია გულწრფელად თუ ვიტყვი თითქოს მოიკლო ქუჩაშიც მოიკლო სამწუხაროდ და ალბათ ეს წინაპირობა იყო ამის წინაპირობა არის რეალურად ტერორი და შიში დაენერგეს წლების განმავლობაში შიში რაც ინერგებოდა დღეს უკვე თავისი ადგილი იჩინა ეს რომ ვთქვათ და ხალხი არც ერთ პრობლემაზე სოციალურ პრობლემაზეც აღარ იღებს ხმა თავარია არ ვიცი თავარია რომ მათ ჯერჯერობით არ ეხება ტერორი და რომ შეეხება ალბათ მაშინაც მოგვარდებიან ხელისუფლებას. გთვით ვერ მოდის საპროტესტო აქციაზე და ამის მიზეზი შეიძლება არსებობდეს ხო სხვადასხვა რა ფორმით შეიძლება გამოხატოს მან პროტესტი რა თქვენ რას ფიქრობთ რა შეიძლება იყოს აქ ოპტიმალური გზა? ძალიან ბევრი საპროტესტო თემა არის თუნდაც ქალაქში და თუნდაც ქვეყანაში. ეს საშუალება ხო პირად საუბრებშიც რომ ელაპარაკონ ქუჩაში, ზიგო Facebook-ში, სოციალურ ქსელში დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. შესაბამისად ვერავინ ვერ იტყვის რომ ჯერჯერობით ესე რომ ვთქვათ სადმე აიკრძალა პროტესტი, იმიტომ რომ მართლა თუ ადამიანს სურს რომ რაღაცა გააპროტესტოს და შეცვალოს, ის აუცილებლად ამოიღებს მას. უბრალოდ ამ ადამიანებს არ სურთ მართლა რაიმე შეცვლა და აშკარაა, ეხლა ამას თვალი უნდა გავუსწოროთ დიდ რაოდენობას, მიაჩნია რომ დღეს დიქტატურა არ არსებობს ქვეყანაში და ის ყველაფერი რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და არაფერი არ არის განსხვავებული. და ამას უკვე შეგუებულები არიან თითქმის. რატომ არის ახლა მნიშვნელოვანი ამ პროტესტის გამოხატვა? რა შეცვლეს? აი თქვენ
ბევრი სამ სამკითხოს რომ უკვე მთელი წელიწადი იმართება ეს საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ მაინც არიხევს უკან ივანიშვილის რეჟიმი. ესე არ დაიხევს. მშვიდობიანი აქციები და არ დაიხევს ივანიშვილის რეჟიმი. არ ვიცი, განსხვავებით რუსული რეჟიმისგან რუსეთში რაც მოხდა წლების განმავლობაში, მიმდინარეობდა ეს ტერორი მართლა წლების განმავლობაში. და აქ 2-3 წელიწადში მოახერხეს ის, რაც რუსეთმა ვერ შეძლო 13-14 წელიწადში, ხო? ხო და შესაბამისად ხო, აი პროტესტი არსებობს, მაგრამ ამ პროტესტს აქვს უკვე მართლა მიღებული სოლიდური სახე, ანუ რეალურად არის მხოლოდ პროტესტი და სამწუხარო რომ ამ ყველაფერს ვამბობ და ისევ ფასად, მაგრამ ხო, სხვა გამოსავალი არ არის, უფრო რადიკალური ნაბიჯებია გადასათქმელი და ამ რადიკალურ ნაბიჯებში ხო აი მწვავე თუნდაც ფიზიკურ დაპირისპირებას გულისხმობ ხალხსა და არალეგიტიმურ ხელისუფლებას შორის, რომ შედეგი დაიგოს. ისე არაფერი არ გამოდის. დაბრუნდა გერმანიის ელჩი საქართველოში თბილისში, ის იყო გაწვეული გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს რა სულის და ან რა ჟესტია ეს თქვენთვის? მე მგონია რომ ბოლო ეტაპია, რომ ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა შემოვიდეს ქვეყანაში და გაიგოს რა ხდება შიგნით, ხო? შიდა პოლიტიკური მდგომარეობა და ხო, რაღაც ბოლო ეტაპზე ვართ უკვე, რომ ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, რომ აი ევროკავშირს მივაწვინოთ ხმა და პერიფერიულ ზონებიდანაც გაიტანონ ინფორმაცია თუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში. ხო, ამიტომ გერმანიის ელჩის საქართველოში დაბრუნება ალბათ მაგას მიანიშნებს, რომ რაცა ბოლო წერტილია, რომ ალბათ გაგვამხნევოს, სოლიდარობა გამოგვცხადოს და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ყოველთვის ეს ვიზიტები მაინც ისე ვიზიტებად რჩება და საუბარი საუბრად. დიდი მადლობა. ეს ლარა ქარცევაძე იყო სტუდენტი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. გიორგი, შეიძლება ერთი წუთით? გებიდერ გაგესაუბრებ, მოგესალმებით. მოკეთ ევროკომისიის და ევროკავშირის გაფართოების ანგარიში ძალიან მწვავე შეფასებების შემდეგ, როცა ჩვენ მოვისმენთ თქვენ პოზიცია, რომ პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს რუსეთის მთავრობამ პოლიტიკური პარტნიორები ქვეყანაში, რომ მათ შემდეგ დაელაპარაკონ, ამის მიუხედავად პირიქით უფრო მწვავე და ხისტი ნაბიჯები გადადგა ოცნების მთავრობამ, როცა დღეს წარუდგენეს ახალი ბრალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს. ეს რასაჩვენებს თქვენთვის? რა მიდგომა ეს ივანიშვილის დაჯგუფების მხრიდან? გამარჯვებათ, მოგესალმებით. ხო, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნება ყოველჯერზე ახერხებს გააოცნებას გამოწევას არა მარტო ჩვენს რაღაც მსოფლიოში თავისი ნაბიჯებით და არის ალბათ ერთ-ერთი ღია გამოვლენა უკვე რომ აშკარად არიან პრორუსული ძალები, არიან რუსები და აკეთებენ რუსულ საქმეს და დავესახელე ჩვენს პრეზიდენტს ეს საქმეს აკეთებსო იმაში არ დაინერო აშკარად ეგ არის, იმიტომ რომ თელს ცივილიზებულ სამყაროში ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ყველა პოლიტიკურ თუ ნებისმიერ ნაბიჯს შემკები მხოლოდ კრემლი ნახავს. ყველა აკრიტიკებს სამართლიანად და აშ მხოლოდ უკრაინის ჩრდილოეთიდან მოსკოვიდან ხან სახაროვა და ხან კიდე დანი და ძმანი მათნიდან. შესაბამისად ბუნებრივია აქებს ეს საქმესაც აკეთებენ. კიდევ ერთი გამოვლენა ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პრორუსულების და რუსების. ხო, ეს აღარ აპირებს ასე ვთქვათ ის მზადარი იზოლაციისთვის ევროკავშირთან დასავლეთთან, ანუ ამის მიმართულება ჩანს. ხო, ეს რთული ამ კითხვაზე პასუხი გაცემა ჩემგან ახლა არა სათავადო უკრაინა განსაკუთრებული სწორნა, მაგრამ ალბათ გარკვეული ეტაპი საერთოდ მოქალაქეების დაკვირვება თქვენი აღქმით როგორია რა? ჯერჯერობით ისე მინდეს ყველაფერი რომ არაფერზე უკან არიხიანას და ყველაფერზე ერთ და იგივე თანმიმდევრული რუსული ქცევა აქვს და არ ვიცი ალბათ ურჩევნიათ იყვნენ იზოლაციაში ვიდრე დათმონ ეს მილიონები ზოგს ეიფშია შენახული ზოგს კიდე ანგარიშებზე და ასე შემდეგ ალბათ ამ ფუფუნების დათმობას ურჩევნიათ დათმონ ევროპული მომავალი ქვეყნის რომად ქვეყნის და მინდა უბრალო მოქალაქეებს შევახსენოთ თუნდაც ის თქმა უნდა ჩემს საუბარს რომ უბრალო გადახედონ ეს ოცნების ლიდერების ოჯახის წევრები შვილები ყველა დასავლურ განათლებას ღებულობენ იცხოვრებენ და კი არა და ცნობილი ფაქტებია რომ რამოდენიმე მაღალი შინოსამა საერთოდ იქ შეეძინათ ბავშვები ფეხსაცმელი გადაყავთ სპეციალურად გააჩინეს ხო რომ მიიღოთ მოქალაქეობა იმ ქვეყნის მიიღოთ ევროპული კეთილდღეობისა თვითონ ეს დღევანდელი ხელისუფლების მაღალი ჩინოსნებიც იგივე ერაკლი კობახიძე და სტაბიც დასავლური განათლებით იწვევდნენ თავს თავის დროზე და ამაში არაფერი არა თუ დასავლურ განათლებაში მაგრამ როცა ერთის ხრი გეუბნებიან რომ არა დასავლეთი ცუდია თუ მექონიან და რაღაცა 1000 სისულელე მაგრამ ამ დროს თავიანთი ოჯახები დასავლეთს ეყავთ
მიბული ესე ვიტყოდი მე, ამიტომ ეს მარტივი ტყუილი და მარტივი დასანახეთ თუ ადამიანი მოინდომებს. ამ ეტაპზე ამოცემულობაში რა რესურსები რჩება ამ წინააღმდეგობას, მაშინ როცა კიდევ უფრო უძიმებენ სასჯელებს და ახალ ლიბერალიტები წარმოქმნეს, ოპოზიციონერ ლიდერებს აკავებენ ადამიანებს მასობრივად, ხო, იგივე პირბადის გამო თუ ქუჩის გადაკეტვის გამო, ხედავთ დამოკიდებულება როგორია მედიასთან, ხო, ჟურნალისტებიც არიან ციხეში. ანუ ეგ ამ ვითარებაში რა რესურსი რჩება წინააღმდეგობის გასაძლიერებლად, რომ მოუხდეს, მოუწიოს ივანიშვილს უკან დახევა. პირველ რიგში ალბათ უფრო დასავლეთსა და ცივილიზებული სამყაროს მეტიზე წოლა უნდა მოხდეს ჩემი აზრით, აი თუნდაც პირადი სანქციები უნდა შეეხონეს ყველაფერი, ეს ყველაფერი უნდა შეეხოს. მაგალითად, ოჯახის წევრებს უნდა შეეძლოთ ევროპაში გადაადგილება, გაიყენოთ ანგარიშები და მხოლოდ ამის შემდეგ ალბათ მოუწევთ ცოტა დაუბრუნდნენ რეალობას და ქვეყანა არ გადააყენონ თავიანთ ამბიციებს. ანალოგიურად ქვეყნის შემადგენლობის გაფართოება სასურველი დამსახურება იქნება და უბრალოდ ასეთი რეპრესიული კანონმდებლობისა და ასეთი მოქცევების შედეგად მახსოვს ხო ქალბატონი აზაპატივიცემა ჩემ დარბაზ აზა ჩილაჩავა ხო დევნილი აფხაზეთიდან ისევ გადაადგილებული პირი და ეს ხო ერთი არ არის და ორი ისეც აქციელებს ჩადიან დილის 7 საათზე მცირეწლოვან ბავშვთან ვარდებიან ეს მიღბიანები და კრიმინალები ტიტუშკები და ეგრეთ წოდებული შუსუსუ ერთად მოქმედებენ კოორდინირებულად რა არის აბსოლუტური მტკიცებულების სახით იღებენ პირბადებს მაგალითად ხო ხო იცით ვარაუდობთ პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგალითად ამოიღებენ თუ მტკიცებულად იმიტომ რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ აქვს რეალურად რასაც ითქვის ორი ცრუმოწმე ეგრეთ წოდებული პოლიციელი იმ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლეს 99% შემთხვევაში თუ რამოდენიმე გამონაკლისები დაუშვეს რაც ხარია და ხონდა კარგია რომ ადამიანის ხეში ასხენენ რამოდენიმე გამონაკლისი ადამიანები მაგრამ არ უნდა დაგვაუწეს რომ მათი ისე აღძულია საქმეები ისე ველოდება სამართლო პროცესები და როცა მოუნდებათ მოსამართლეებს მიიღებენ კი არა შეასრულებენ დაბეჭდილ გადაწყვეტილებებს და ასე რომ პირადად დალუქავენ თუ საგეჭიროს თუ უბრალოდ უსწავლის ჰაერს ყოლბაში დალუქავენ და წარადგენენ სამართლოზე აბსოლუტურად არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს ჩემი პირადი აზრით. კარგი და ბოლოს რომ მიმართოთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს რატომ არის დღეს თქვენი აზრით მნიშვნელოვანი პროტესტის გამოხატვა შეიძლება ეს არ იყოს მაინდამაინც საპროტესტო აქციაზე გამოსვლა ხო რუსთაველის გადაკეთვა ან თუნდაც ბათუმის საპროტესტო აქციაზე რომ მოვიდეს ვინმე მაგრამ რატომ არის პროტესტის გამოხატვა ამის დაფიქსირება მნიშვნელოვანი და რა ფორმებით შეიძლება გამოხატოს ეს პროტესტი ადამიანებმა მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ ადამიანებს უმეტესად ახლა გონია ალბათ რომ მათ არ შეეხება რამე თუ თქვა მუშაობა სამსახურში არავინ არ ეხება ოჯახში არავინ არ ვარდებათ და ფიქრობენ რომ მათ არ შეეხება ეს დიქტატორული რეჟიმი და დრაკონული კანონი მაგრამ აი მაგალითად უახლოეს წავსული რამოდენიმე განათლების რეფორმა ეგრეთ წოდებული 12 კლასი გაუქმდა და რაღაცა ამის ბლა 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 კიდე მორიგი ტყუილები ხო უკვე ნახეთ იმ ადამიანებს სადაც გათხოვა ქონათ რომ კარგად სწავლობენ და უნდათ ევროპული განათლების მიღება რომ შემდეგ გამოიყენონ ქვეყნისთვის საკუთარი თავით უკვე ავტომატურად დაბრკოლება და ბარიერი ექნებათ ძალიან მარტივად უკვე ამას ადამიანები ხედავენ ანუ ის ადამიანები ვისაც ეგ უნდა არ შეეხებოდა და უბრალოდ მათი შვილის სწავლობ მე-11 ან მე-10 კლასში უკვე დგას იმის რისკისთვის მათაც უკვე პირდაპირ შეეხება რა თქმა უნდა ეს იმაზე საუბარი ვისაც სწავლა და გარდაცვალება და ნებისმიერი შეეხება ეს ამბავი თუ კი დაუყარდება ქვეყანაში დიქტატურა ხო სად დაეწევა დიქტატურა ამ ქვეყანაში და ესე არავინ არ იცის და მოგონიათ რომ ეს კანონი მხოლოდ პროტესტში აქტიურად ჩართული მოქალაქეებისთვის არის არა ეს იმის არის რომ თუ კი ოდეს მე ნებისმიერ ჩვენგანს რა იმაზე გაუხდება პროტესტი სამართლიანი აი იმ მომენტში ამოფერება ეს რეჟიმი მთლიანი ძალით მის წინააღმდეგ დიდი მადლობა გიორგი კამანდაძე მადლობა გიორგი ასეთი იყო დღეს პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილები ბათუმში პროტესტის 344 დღეს მოქალაქეები ისევ რჩებიან ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა რაც თავარია ყველაზე მთავარი მოთხოვნა რაც ჟღერდება ამ აქციაზე და არის უპირველესი მოთხოვნა ეს არის სინდისის პატიმრების რეჟიმის მტყვეების გათავისუფლება მათ შორის ბათუმელი მედროში ზურაბ ჭავჭანიძის რომელიც ყველა აქციაზე მოდიოდა ამ დროშით ხელში ევროკავშირის და საქართველოს დროშებით ასევე საქართველოს ისტორიული დროშით ეს დროშა დღესაც არის ამ საპროტესტო აქციაზე ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში კი ყოველთ ერთი მტკიცებულება სადაც ჩანს როგორ გადაადგილდება ზურაბ ჭავჭანიძე დროშით ხელში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში და სწორედ
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის, ანუ განსაკუთრებული სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის ხელში ჩაგდების ცდილობასა და მას გამოძიება, თუმცა მტკიცებულება მხოლოდ დროშაა, რომელიც ხელში უჭირავს ზურაბ ჭავჭანიძეს, სხვა მტკიცებულება ამ დროისთვის ზურაბ ჭავჭანიძის საქმეში წარმოდგენილი არ არის, ისე როგორც ათეულობით სხვა სინძის პატიმრის საქმე, რომელიც პირდაპირ აჩვენებს თუ რომელიც საქმეები არის პოლიტიკური საქმეები და არის სამართლებრივი საფუძველი ამ საქმეებს არ აქვს. იგივე ელენე ხოშტარიას საქმე, რომელმაც ბანერზე გააკეთა წარწერა რუსული ოცნება კახიკალაძის ბანერზე წინასაარჩევნოდ და მას ედავებიან ნივთის დაზიანებას, მაშინ როცა ნებისმიერი უფლება დამცველი და იურისტი ამბობს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება არანაირი ლოგიკით არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და მაქსიმუმ შეიძლება გქონდეს საქმე სამოქალაქო დავასთან და გარკვეული ნივთის დაზიანების თუ კი წარწერის მოშორებას სჭირდებოდა რაღაც გარკვეული თანხა, ეს თანხა მოეთხოვათ მხარისთვის. მაგრამ ეს არ არის დანაშაული, ეს არ არის კრიმინალი, ძალიან ცალსახა უფლება დამცველების პოლიცია, ისე როგორც მზიამაღლობელი შემთხვევა ჟურნალისტის, რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი ქალი ჟურნალისტი, რომელიც აღმოჩნდა და ამ დრომდე რჩება საპატიმრო დაწესებულებაში უკვე 10 თვეა. ის გაასამართლეს პოლიციელის ცილის გაწუნის გამო და უფლება დამცველების შეფასებაც მზიამაღლობელის შემთხვევაში ასევე არის ძალიან მკაფიო, რომ სილის გაწუნა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომ საქმე შეიძლება გქონდეს ადმინისტრაციულ სამართალდამყოფობასთან, პოლიციური შეურაცხყოფასთან, მაგრამ არა სისხლის სამართლის დანაშაულთან. მაგრამ მზიამაღლობელი, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმარია, სინძის პატიმარია, ის ამ დრომდე რჩება საპატიმრო დაწესებულებაში, ციხეში. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან გაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.